ვუყურებთ, მაგრამ ვერ ვხედავთ, ვამჩნევთ, მაგრამ ვერ იდებით, ვპირდებით, მაგრამ გვავიწყდება. დროა შევიცვალოთ მენტალობა, დროა გავიგოთ მათზე მეტი და ვუთხრათ, ჩვენ აქ ვართ. ფართომასშტაბიანი სოციალური რადიო პროექტი იმედზე. ნინო ლეონარგიასთან ერთად. ჩვენ აქ ვართ. მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა ჩვენ აქ ვართ, მე ნინო ვარ, მეუნარგია. გუშინ 3 დეკემბერს მსოფლიომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების უფლებების დღე აღნიშნა, რომელიც 1992 წლიდან გაეროს მიერ იქნა დაწესებული. მსოფლიოში 700 მილიონზე მეტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი ცხოვრობს, აქედან 200,000-მდე საქართველოში, თუმცა არაოფიციალური სტატისტიკით გაცილებით მეტი. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო სტრუქტურები ამ მიმართულებით გააქტიურდნენ, დიდია გაიზარდა არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობა, თავად მშობლების შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების. მიუხედავად ამისა, ძალიან ბევრი პრობლემა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი და უმთავრესია, მაინც დღემდე ჩვენს ქვეყანაში ამ ადამიანების უფლებები არ არის დაცული. გუშინ 3 დეკემბერს მსოფლიოში და ასევე საქართველოში არაერთი ღონისძიება ჩატარდა და დღეს ჩემი გადაცემის სტუმრები არიან ერთ-ერთი ღონისძიების ორგანიზატორები, ახალგაზრდული მედია კავშირის პიარ-მენეჯერი ქალბატონი ხატია გავაშელი და კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის რეგიონალური მიმართულებების მენეჯერი ქალბატონი თამარ მაღლაკელიძე, მაგრამ სანამ უშუალოდ სტუმრებთან გადავიდოდე და უშუალოდ ღონისძიებაზე ვისაუბრებდი, მე მინდა ასე ვთქვათ, თვალი გადავავლოთ კი არა და ალბათ ერთ-ერთი უნიშნელოვანესი თემაა თუ რა მდგომარეობა ამ მიმართულებით რეგიონებში. დღეს გველოდება ძალიან საინტერესო სატელეფონო ჩართვები რეგიონებიდან და ახლა სატელეფონო ხაზია ბათუმში არსებული არასამთავრობო ორგანიზაცია ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის თავმჯდომარე თომა კაკაბაძე. თომა, მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ გამონახეთ დრო და ჩაგვერთვეთ. მოგესალმებით, დიდი მადლობა. მეც რომ მომეცა შესაძლებლობა მივიღო მონაწილეობა თქვენ გადაცემაში. მოგესალმებით თქვენს რადიო მსმენელებს. დიახ, თომა, გუშინ თელმა მსოფლიომ, როგორც უკვე აღნიშნე, იზეიმა, ასე ვთქვათ, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე და დამეთანხმებით, ეს უფრო არა საზეიმო დღეა, არამედ 3 დეკემბერს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები კიდევ ეუბნებიან ყველას, რომ ისინი საზოგადოების სრულფასოვანი წევრები არიან, რომ ისინი იბრძვიან თანაბარი უფლებებისათვის და რასაკვირველია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მომავლისთვის. მე კონკრეტულად მაინტერესებს ამ მიმართულებით რა მდგომარეობაა ბათუმში. მადლობა შეგიტყვისთვის. მოკლედ ესეთი სიტუაცია, კარგი იქნებოდა, რომ ეს დღე ყოფილიყო საზეიმო და ზეიმობდეთ ზოგადად ამ დღეს, მაგრამ დღეს ჩვენ ეს რეალობა არ გვაქვს და ჩვენ გვიწევს ისევ და ისევ ჩვენი უფლებებისთვის ბრძოლა, შეხსენება საზოგადოებისთვის თუ სამთავრობო უწყებებისთვის, რომ ჩვენი უფლებები არ არის რეალიზებული და ჩვენ გვიწევს ისევ და ისევ ბრძოლა და ბრძოლა ამ მიმართულებით. ამ მიმართულებით აჭარაშიც როგორც სხვა რეგიონებში დიდი განსხვავება არა, იგივე პრობლემების წინაშე ვდგავართ, მაგრამ რაღაცები არის უკეთესობისკენ, თქვა შეიძლება ითქვას, რაღაცები უარესობისკენ. თომა, თუ შეიძლება ბოდიში დააკონკრეტეთ, რაც შეეხება უკეთესობას, ანუ რა მიმართულებით შეიმჩნევა უკეთესობა, ეს უმნიშვნელოვანესი. მაგალითად, შემიძლია აღნიშნო ის, რომ ბათუმში გვაქვს 21 ერთეული ტრანსპორტის საშუალება, მუნიციპალური ტრანსპორტი, რომელიც ეთნოსარგებლე პირებისთვის ადაპტირებულია მეტნაკლებად და შესაძლებლობა აქვთ ქალაქის მასშტაბით იმოძრავონ 3 მიმართულებით. აი ეს უპირატესობა გვაქვს სხვა ქალაქებთან შედარებით. და რაც შეეხება უფლებებს, ანუ მინდა ეს თემა ძალიან კარგად გაშალოთ. მე აღვნიშნე დასაწყისში, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო სტრუქტურები ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები და ბავშვების მშობლები გააქტიურდნენ, მაინც დღემდე ამ ადამიანების უფლებები ჩვენს ქვეყანაში არ არის დაცული. რა ხდება, რაში ხედავთ პრობლემას? პრობლემა არის იმაში, რომ გულისხმობით არ ეკიდება ხელისუფლება ალბათ იმაღებულ ვალდებულებებს და შეეხება კონვენციას 2014-16 უფლების სამოქმედო გეგმას და ნომერ 51 დადგენილებას, რომელიც სივრცის მოწყობას და არქიტექტურულ დაგეგმარებას ითვალისწინებს და ნორმებს აწესებს.
აი გადაადგილება, აი დამოუკიდებლად თავისუფლად გადაადგილების უფლება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს არა აქვს. ფაქტიურად გარდა ბათუმის მაგალითად შეიძლება ითქვას, რომ ძველი ბათუმის ტერიტორიაზე არის ქალაქის გულში შესაძლებელია მეტნაკლებად გადაადგილება, მაგრამ როგორც კი გაცილდებით ამ ტერიტორიას შეუძლებელია ეტლით მოსარგებლისთვის, უსინათლოსთვის დამოუკიდებლად გადაადგილება. ჩვენთან მინდა გითხრათ, რომ არის უსინათლოთა ბილიკები, ეგრეთ წოდებული ყვითელი ბილიკები ბათუმში, მაგრამ ხშირ შემთხვევაში იმდენად ფასადურადაა ეს გაკეთებული, რომ შუა ტროტუარზე წყდება, თითქოს დეკორაციის სახეა თუ არ ვიცი ვერ ხვდები, რა მიზნით გააკეთეს, არის უსინათლოებისთვის სპეციალური შუქნიშნები, ხმოვანი შუქნიშნებით, ისიც წერტილოვნად რამოდენიმე ადგილას. კარგია, რომ ამ მიმართულებით დაიწყეს ფიქრი და რაღაცების კეთება, ეს წინა წლებში გაკეთდა უფრო ალბათ და მაგრამ არ არის საკმარისი და უფრო მეტი აქტიურობა და მეტია გასაკეთები ამ მიმართულებით და უნდა დაიწყოს იმ ადგილებიდან კონკრეტულად, სადაც უფრო მეტი მოთხოვნა ამის და არა ქალაქის ცენტრში, იქ მისასვლელი გზა არაა საერთოდ. იქამდე როგორ უნდა მოვიდეს ხომ, ჯერ უსინათლო ადამიანი, რომ იქ ისარგებლოს ამ უსინათლოთა შუქნიშნის, ხმოვანი შუქნიშნის. კარგი თომა, ძალიან დიდი მადლობა და მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე დადგება ის დღე, როდესაც ჩვენს ქვეყანაში ამ ადამიანების უფლებები დაცული იქნება და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები საზოგადოების სრულფასოვან წევრებად იგრძნობენ თავს. შეგახსენებთ, სატელეფონო ხაზზე იყო ქალაქ ბათუმში არსებული არასამთავრობო ორგანიზაცია ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის თავმჯდომარე თომა კაკაბაძე და სატელეფონო ხაზია ქუთაისში არსებული საქველმოქმედო ასოციაცია მოწყალების ხელმძღვანელი ქალბატონი გულიზა ჯავახაძე. ქალბატონ გულიზა, მოგესალმებით, დიდი მადლობა იმისთვის, რომ გამონახეთ დრო და გვერთვებით. დიახ, ქალბატონ გულიზა, ტექნიკური შეფერხება არა უშავს, მოგვიანებით ჩავერთვებით ჩვენ ქალბატონ გულიზას და ახლა მინდა ჩვენი სტუმრები ისევ წარმოგიდგინოთ ხატია გავაშელი და ქალბატონი თამარ მაღლაკელიძე. მოგესალმებით ქალბატონებო. მე როგორც აღნიშნე, დღეს გუშინ თელმა მსოფლიომ აღნიშნა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე. არაერთი ღონისძიება ჩატარდა და თქვენ ერთ-ერთი ღონისძიების ორგანიზატორები ბრძანდებით. სანამ გადავალთ ღონისძიებაზე, მე მაინტერესებს თქვენი მოსაზრება. პირდაპირ დავიწყოთ. დაცულია თუ არა საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების უფლებები? ძალიან მოკლედ შემიძლია გითხრათ, პასუხი რომ რა თქმა უნდა არ არის დაცული. კარგით, მაშინ რატომ? იცით რატომ უბრალოდ ძალიან მძიმე პოსტსაბჭოთა პერიოდის გამო, იმიტომ რომ ეხლა გამეორებ და ყველა მე ძალიან კარგად იცის რომ მაშინ არსებობდა ესეთი მოსაზრება, თითქოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები არ არსებობდნენ. არც სახლიდან გამოყავდათ, მალავდნენ, აბარებდნენ ბავშვთა სახლებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს რაღაც მენტალიტეტი იყო, ასეთ დამოკიდებულება იყო არასწორი. რა თქმა უნდა, იყო გამონაკლისებიც და სწორედ იმ გამონაკლისებიდან მოვედით დღემდე. ვიღაცამ თავის შვილი არ დამალა, ვიღაცას არ შერცხვა ამის. და აი იქიდან მოყოლებული ესე წვეთ ძალიან ნელ-ნელა რაღაცები რა თქმა უნდა ნინო კეთდება და ვითარდება. წინა წლებთან შედარებით მიღებული არის ისეთი გადაწყვეტილებები, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ხელისუფლების მიერ, აი რომელიც რაღაცა პატარა ნათელ წერტილს გავს ნამდვილად და სამწუხაროდ კუსნაბიჯებით მივდივართ ისევ. სამწუხაროდ კუსნაბიჯებით მივდივართ და ხატია დამეთანხმებით ალბათ რომ განსაკუთრებით ძიმე მდგომარეობა რეგიონში და დღეს ჩვენ გვერთვებიან რეგიონებიდან სატელეფონო ხაზია ქუთაისში არსებული ისევ ტექნიკური ხარვეზია, შევეცდებით მოგვიანებით დავუკავშირდეთ. ხატია. და აი პრაქტიკულად ჩვენ ვართ ძალიან ძიმე მდგომარეობაში. მე უბრალოდ როგორც მოქალაქე, როგორც ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია
ორგანიზაციის წარმომადგენელი მიმაჩნია, რომ ეს არის ჩვენი ქვეყნის ძალიან დიდი სირცხვილი, როდესაც შენ ქვეყანაში ყავს უდანაშაულო პატიმარი, ანუ გარემოს პატიმარი, რომელიც იმის გამო, რომ არ არის ადაპტირებული გარემო, ვერ გადაადგილდება, ვერ იღებს სრულფასოვან განათლებას, ვერ საქმდება, დასაქმების პრობლემა არის და ყოველთვის რაღაცა მოწყალების, ამიტომაც არის, რომ რაღაც მოწყალების ობიექტად განიხილავენ ხშირ შემთხვევაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანს, იმიტომ რომ ის არის დაუსაქმებელი, განათლების ძალიან დაბალი დონე, რაც ესე სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს განათლების ამ მიმართულებით, ანუ განათლება რომ მიიღონ და ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი რაც არის, ანუ ეს ყველაფერი რის დამსახურებაც არის და ბრალიც, ანუ ხელისუფლებაც ხო საზოგადოებისგან არჩეული ადამიანები არიან, საზოგადოების ცნობიერება არის ძალიან დაბალი და ჩვენ აი ახალგაზრდული მედია კავშირი, მოძრაობა ხელმისაწვდომი გარემოსათვის, ასევე საგანმანათლებლო ცენტრი გელათი და რაზეა ლაპარაკი კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის, რომელიც არის ერთ-ერთი აი მართლა სერიოზული და პირველი ორგანიზაცია ამ მიმართულებით, უფლებადამცველობით მიმართულებით, ყველაფერს ვაკეთებ და ვცდილობ, ყველაფერს თუ არა ძალიან ბევრ ამას ვაკეთებ და ვცდილობთ, რომ საზოგადოების ცნობიერება ავამაღლოთ ამ მიმართულებით, გავააქტიუროთ ხელისუფლება, მივცეთ შენიშვნები. აი არ ვიცი, ეს სხვადასხვა ფორმას ვიყენებთ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, კუს ნაბიჯებიდან გადავიდეთ დიდ ნაბიჯებზე. ქალბატონ თამარ, თქვენ ბრძანდებით კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრების რეგიონალური მიმართულებების მენეჯერი. განსაკუთრებით სავალალო მდგომარეობა რეგიონებში და თუ შეიძლება თქვენი მოსაზრება, ანუ რატომ, რა ხდება საზოგადოების ცნობიერება, რატომ ვერ ამაღლდა, ანუ რაც შეეხება თავშოთ დედაქალაქს, გაცილებით უკეთესი მდგომარეობა და რაც შეეხება რეგიონს, ვიმეორებ სავალალო მდგომარეობა, მიუხედავად იმისა, რომ თუნდაც კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის, ხომ, რამდენ აქტივობას ატარებთ თქვენ რეგიონებში გადიხართ და რა ხდება, ანუ სად არის გასაღები იმისა, რომ ბოლოს და ბოლოს ამ ადამიანების ცნობიერება ამაღლდეს. მოგესალმებით ნინო. თქვენ როგორც აღნიშნეთ, კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის მუშაობს არა მარტო თბილისში, ჩვენ გასული ვართ რეგიონებშიც. პირადად მე გახლავართ რეგიონალური მიმართულების მენეჯერი. მუშაობთ აჭარა, გურია, სამეგრელო, იმერეთი, სამცხე-ჯავახეთი. მინდა გითხრათ, რომ მართლაც რთულია სიტუაცია განსხვავებით ცენტრისგან. იქიდან გამომდინარე, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა ეხლა დაიწყეს სწორედ გააქტიურება. ჩვენ 3 წლის უკან დავიწყეთ პროექტი, USAID-ის პროექტი იყო, სადაც გამოვავლინეთ ამ პროექტის ფარგლებში ახალგაზრდა ლიდერები, ისინი გავააქტიურეთ. თვითონ თომა კაკაბაძე, რომელიც ჩაგვერთო, ეს იყო ჩვენი ერთ-ერთი მიღწევა, რომ შეიძლება ითქვას, ჩვენი პროექტის, იმიტომ რომ თომა არის ძალიან აქტიური. ესე ვეძებთ მოკლედ თვითონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, ასე ვთქვათ, კარ და კარ, რომ გავააქტიუროთ და გამოვიყვანოთ სახლებიდან და ბრძოლის უნარიანობა შევძინოთ. დიახ, პრობლემაა და მეთანხმებით ალბათ ამ ადამიანების სახლიდან გარეთ გამოყვანა და მით უმეტეს რეგიონში. რა თქმა უნდა, მე სამწუხაროდ მინდა აღვნიშნო, რომ იცით რა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები თვითონ და გადასულები არიან კი არა და აგრძელებენ დახმარების მოთხოვნას. აქცენტი არის ქველმოქმედებაზე, აქცენტი და აი როცა ვიწყებთ, რომ უკვე ქველმოქმედება გასაგებია, რაღაცა გარკვეულწილად არის ალბათ კარგი, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ ჩვენი უფლებების დამცველები. ანუ არ გვჭირდება სახელმწიფო ვალდებულია ნინო, რომ ვალდებულია, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს შეუქმნან თანაბარი პირობები. თანაბარი პირობები, როგორც განათლების კუთხით, ასევე დასაქმების კუთხით. მინდა ვთქვა, რომ აღვნიშნო, რომ კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის ახლა ამ ეტაპზე ახორციელებს ძალიან კარგ პროექტს დასაქმების კუთხით. ჩვენ გურიისა და აჭარის რეგიონში ალბათ საინტერესოა, ხო? რა საკვირველია ჩვენ რეგიონზე საუბრობთ, აქაც ვაკეთებთ. მენტორები, მენტორის ფუნქცია რა არის, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირსა და დამსაქმებელს შორის
გამოძებნოს, ანუ შუამავალია, ანუ ეძებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის სამსახურს და მათთან აი მენტორია, მოლაპარაკების ხო, ანუ ქმნის ცდილობს რომ შექმნას მედიატორი ალბათ ხო? მედიატორი ხო ჩვენ დავარქვით ესე მენტორი, მაგრამ ხო და მეორე მიმართულება მინდა ვთქვა ამ პროექტის კიდევ მნიშვნელოვანი უპრეცედენტოა მართლაც, პილოტურია მართალია, მაგრამ ჩვენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ვაცხადებთ კონკურსს. უпростоრად კონკურსი კი არა, 15 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს ჩაუტარდათ ბიზნეს გეგმებში, ესე იგი ვასწავლით ამ ბიზნეს გეგმების წერას, მათ აქვთ ბიზნეს იდეა, უნდა შევარჩიოთ რა უკვე ჩაუტარდათ აჭარის რეგიონში და შემდეგ ორი საუკეთესო ბიზნეს იდეა შეირჩევა და დაფინანსდება და კიდე რაც მთავარია, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს ეძლევა საშუალება ამ პროექტის ფარგლებში, რომ აწარმოოს ბიზნესი თვითონ დასაქმდეს და რაღაცა შემოსავალი მოუტანოს თავის ოჯახს. დიახ, ჩვენ ამ თემაზე საუბარს რეკლამის შემდეგ განვაგრძობთ, ასე რომ დაგველოდეთ. ფართომასშტაბიანი სოციალური რადიო პროექტი იმედზე. ნინო მეუნარგიასთან ერთად. ჩვენ აქ ვართ. მე დაგიბრუნდით სტუმრებთან ერთად შეგახსენებთ დღეს ჩემი გადაცემის სტუმრები ბრძანდებიან ახალგაზრდული მედია კავშირის PR მენეჯერი ხატია გავაშვილი, კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის რეგიონალური მიმართულებების მენეჯერი თამალ მაღლაკელიძე. ჩვენი საკონტაქტო ნომრებია 292 11 88 292 11 99. დაგვირეკეთ თქვენი მოსაზრება ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რაც შეეხება დღევანდელი გადაცემის საუბრის თემას. დაცულია თუ არა საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების უფლებები და სატელეფონო ხაზია ქუთაისში არსებული საქველმოქმედო ასოციაცია მოწყალების ხელმძღვანელი ქალბატონი გულიზა ჯავახაძე. მოგესალმებით ქალბატონო გულიზა, დიდი მადლობა ჩართვისთვის. გუშინ თელმა მსოფლიომ აღნიშნა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების უფლებების დაცვის დღე. თქვენ წლებია უკვე მუშაობთ ამ მიმართულებით. მე მაინტერესებს კონკრეტულად რა მდგომარეობაა ქუთაისში და დაცულია თუ არა თქვენი აზრით ადამიანების, შრშმ ადამიანების უფლებები საქართველოში. კონკრეტულად ქუთაისზე ვისაუბროთ, რა მდგომარეობაა ამ მიმართულებით. მოგესალმებით, მიხარია რომ თქვენ ასეთი კარგი სტუმრები გყავთ. მადლობა გზადნინო რომ ყოველთვის ცდილობთ რომ იყოთ ყურადღების ცენტრში. მადლობა. გარდიჯერ მithქვამს რომ მაინდა-მაინც ხომ არ უნდა გყავდეს თვითონ ესეთი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ოჯახის წევრი, რომ შემდეგ იზრუნო ხებზე და ისინი გაათანაბრო ყველა დანარჩენ ადამიანებთან. რაც შეეხება საბდეკენდერს, ყოველთვის გული მწყდება. წელიწადში ერთხელ კი უნდა აღინიშნებოდეს 3 დეკემბერი, საერთოდ არ უნდა არსებობდეს და ყოველდღიური ზრუნვა და სიყვარული უნდა იყოს ამ ადამიანების მიმართ, იმიტომ რომ აი ეს ამათთან ურთიერთობა არის ბედნიერება. შეგახმებით, რაც შეეხება ზრუნვას, სიყვარულს, აუცილებელია ჩვენ გვჭირდება ზრუნვა, სიყვარული, აღიარება, მაგრამ რაც შეეხება უფლებრივ მდგომარეობას, აი კონკრეტულად ქუთაისში, დიახ, თავად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები საზოგადოებაში არიან თუ არა, ანუ რეალიზებულნი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი თავად ერიდება კომუნიკაციას, ანუ ორმხრივი პრობლემაა საზოგადოებისგან და ამ ადამიანებისგან და ქუთაისში რა მდგომარეობაა ეს მაინტერესებს. თავიდან როდესაც ჩვენი ორგანიზაცია შეიქმნა, გითხრათ სიმართლეს, უამრავ დაბოლებას წავაწყდი. მალავდე და დღესაც არის ესეთი მდგომარეობა, მაგრამ ვინც შეძლებს კადაკად სიარულით, აი 16 წლის წინ მოხდა ეს ყველაფერი. ნამდვილად ბედნიერები არიან ეს ისინი ერთმანეთთან ურთიერთობით, აი რომ გამოჩნდნენ. ყველა სტიგმა დავამსხვილეთ, ჩვენ თვითონ ვეცადეთ, რომ ეს ყველა ბარიერი ჩვენ გადაგველახა და შემდეგ უკვე იძულებული არის საზოგადოება რომ დაგინახოს ისეთები როგორიც ახათ. ხშირად მithქვავს რომ მოუზადებელია საზოგადოება, როდის უნდა მოემზადოს. აი ჩვენ ვაკეთებთ აი 2 მაისი არის, 26 მაისი არის ქუთაისის დიდი დღესასწაულებია. ჩვენ გამოვდივართ აი ტინკის ბაღში, თავიანთი ნამუშევრები გამოაქვთ. გასაგებია თქვენ აქტიურობთ, დიახ, თქვენ აქტიურობთ. ხალხთან აქვთ ურთიერთობა. იმას ვფიქრობ, ჩემნინო რომ ბევრია გასაკეთებელი ძალიან. ჩვენ მაგალითად ისეთი აქტიურები არიან ჩემი ორგანიზაციის წევრები, ჩვენ მთელი საქართველოს შემოვიარეთ ლოცვით და ყველგან ორგანიზაციებთან მადლობა მინდა მოუხადო იმისათვის რომ ძალიან ხშირად გვაქვს ურთიერთობა მათთან და
ყურადღებას გვაქცევენ, მაგრამ ისიც მინდა ვთქვა, რომ კოალიციის გაცნობამდე ესენი უკვე აქტიურები იყო, ჩვენ არ გავრჩელებულად პირველ დღიდან და მივახციეთ იმას, რაც ვართ. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო გულიზა, მსმენელს შევახსენებ სატელეფონო ხაზზე იყო ქუთაისში არსებული საქველმოქმედო ასოციაცია მოწყალების ხელმძღვანელი ქალბატონი გულიზა ჯავახაძე და ჩვენ კიდევ ერთი სატელეფონო ჩართვა გვაქვს, კონკრეტულად სიღნაღში არსებული თემი ქედელის მენეჯერი ბრძანდება დამფუძნებელი გელა ღლიღვაშვილი. ბატონო გელა, მოგესალმებით, დიდი მადლობა ჩართვისთვის. ბატონო გელა, თქვენ უკვე იცით, ჩვენ ვსაუბრობთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების უფლებრივ მდგომარეობაზე, რამე თუ გუშინ მთელმა მსოფლიომ აღნიშნა ეს დღე. თქვენ ბრძანდებით, როგორც მე აღნიშნე, სიღნაღში არსებული თემი ქედელის ერთ-ერთი დამფუძნებელი და მენეჯერი. კონკრეტულად რა მდგომარეობა უფლებრივი მიმართულებით კახეთში? უფლებრივი მიმართულებით პრინციპში მეტი აღმოსავლების როაფერს დავამატებ, გარდა იმისა, რომ რეგიონში ამ პრობლემებს რაც დედაქალაქშია და დიდ ქალაქებშია ემატება კიდე საჭირო სპეციალისტების ფაქტიურად არ არსებობა, რომელიც ფსიქოლოგების, ოკუპაციური თერაპევტის და სხვა მრავალი და ყველა კონსულტაცია იქნება თუ შეხვედრაზე გიწევს თბილისში. გასაგები, ესე იგი თქვენი აზრით, გაცილებით და ზოგადად გეთანხმებით ცუდი მდგომარეობა რეგიონში, იმიტომ რომ თქვენ მეტი შრომა გიწევთ და სამწუხაროდ ხელმისაწვდომობის პრობლემაც არის, იმიტომ რომ ასე თუ ისე თბილისში უკეთესი მდგომარეობაა. და მე მაინტერესებს თქვენი მოსაზრება, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, მიუხედავად იმისა, რომ მე აღვნიშნე არაერთი სახელმწიფო სტრუქტურა გააქტიურდა, არასამთავრობო ორგანიზაციები გააქტიურდა რეგიონიც, კიდევ რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ბოლოს და ბოლოს ამ ადამიანების უფლებები ჩვენს ქვეყანაში დაცული იყოს. საზოგადოების ცნობიერებას გულისხმობ, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ამ ადამიანების ცნობიერება ამაღლდეს. საზოგადოების ცნობიერება ჩვენი მუშაობის ამ 16 წლის მანძილზე თუ შევადარებთ იმ ჩვენ დასაწყის პერიოდს და დღევანდელ პერიოდს, საზოგადოების ცნობიერებაში ცვლილებები არის, ნამდვილად არის და სასიკეთო ცვლილებებია. მაგრამ ჩემი აზრით სახელმწიფო უნდა გაცილებით მეტი გააკეთოს ამ კუთხით. სახელმწიფო ჯერ უნდა შექმნას ადაპტირებული და ხელმისაწვდომი გარემო შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანებისთვის და მე ესත් უნდა გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა ბატონო გელა, მეგისურვებ წარმატებებს, მსმენელს შევახსენებ, სატელეფონო ხაზზე იყო სიღნაღში არსებული თემი ქედელის მენეჯერი და ერთ-ერთი დამფუძნებელი გელა ღლიღვაშვილი. და ქალბატონო თამარა რეგიონი ჩაგვერთო და თქვენ მოისმინეთ, რომ მათ აღნიშნეს, რომ უპირველეს ყოვლისა მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხარდაჭერა. კი ბატონო, მე მოგახსენებთ, ჩვენ კოალიცია ახორციელებს USAID-ის პროექტს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სამართლებრივი ადვოკატირება. ჩვენ რამოდენიმე თვეში დავიწყებთ ადგილობრივ თვითმმართველობებთან ურთიერთობებს, რაც გულისხმობს საკონსულტაციო საბჭოების შექმნას ისე გააზრებით და არა ისე, რომ უბრალოდ აქვთ მითითება და უნდა შეიქმნას. არა. ადგილობრივ თვითმმართველობებში ამ საკონსულტაციო საბჭოებში აუცილებლად უნდა იყვნენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, რამე თუ მათ უკეთესად იციან თავიანთი საჭიროებები. ჩვენ აქტიურად დაახლოებით 1-2 თვეში დავიწყებთ პირადად მე ამ მიმართულებით მუშაობას, სადღაც 7 რეგიონის საკონსულტაციო საბჭოების გააქტიურება გვაქვს ამ პროექტში, რასაც განვახორციელებთ და მინდა მოკლედ თქვა საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას. ძალიან მნიშვნელოვანია, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ეს იყო CESCO-ს დაფინანსებით მე-12 კლასელებთან ტრენინგების ჩატარება და სემინარების ჩატარება. აი ვერ წარმოიდგენთ ნინო, როგორი შედეგი აქვს ამას. დასაწყისში შევდივართ სკოლებში, მოვიცავით სკოლები, რეგიონების სკოლები. აი მათთან უნდა მოხდეს ეს ზუსტად ცნობიერების ამაღლება, იმიტომ რომ ჩვენ ვეუბნებით, რომ თქვენ ხართ მომავალი ამომრჩევლები, ანუ საზოგადოების მოქალაქეები, სადაც გადაწყვეტილება უნდა მიიღონ თვითონ. ვაცნობთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების პრობლემებს
პრობლემებს და ამასთანავე აი წარმოვადგენინებთ ხოლმე თქვათ თვითონ არიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და რა ბარიერებს შეიძლება წააწყდნენ დღის განმავლობაში ერთი ჩვეულებრივი ნორმალური დღის აი როდესაც მიდიან სასწავლებლად ვთქვათ და ისინი მსჯელობენ ამაზე ეს ძალიან ეფექტურია ახალგაზრდების არის მომავალი და ჩვენი შვილები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მომავალი მათზეა დამოკიდებული და ძალიან მნიშვნელოვანია როდესაც მიდგომა არის ჯანსაღი აბსოლუტურად გეთანხმებით არაჩვეულებრივი პროექტია ძალიან კარგი პროექტია ძალიან და სხვანაირად უყურებენ ახალგაზრდები მაინც დიახ და არ შემიძლია არ აღვნიშნო გუშინდელი დღე ისევ და ისევ არ დაუბრუნდა გუშინდელ დღეს და გუშინდელ ღონისძიებას ქალბატონ ხატია თქვენ ბრძანდებით ერთ-ერთი ღონისძიების ასე ვთქვათ ავტორი სულის ჩამდგმელი და მართლა ძალიან ლამაზი დღე გვაჩუქეთ და თუ შეიძლება ვისაუბროთ ამ ძალიან დიდი მადლობა ძალიან დიდი ძალისხმევა ჩავდეთ ამ ღონისძიების ასე გაკეთებისთვის მაგრამ ფიქრობ რომ არ ველოდებოდით უფრო საინტერესო გამოვიდა უფრო მასშტაბური გამოვიდა და უფრო ეფექტური გამოვიდა იმიტომ რომ თითოეული სტუმარი იყო ძალიან კმაყოფილი და ბედნიერი და ამდენი მადლობა ალბათ ერთად არ მიმიღია მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში. Ну, რაც შეეხება ჩვენს გუშინდელ ღონისძიებას, უკვე წლებია ჩვენ თელს მსოფლიოს ხელს ვუქნებთ და ვესალმებით და ვეუბნებით, რომ 3 დეკემბერს და 14 ივნისს ვახსენებთ და ვეუბნებით, რომ ჩვენ გულზე ხელდაკრეფილები არ ყოფილვართ მთელი წლის განმავლობაში და მაქსიმალურად ვცდილობდით ეფექტური ღონისძიებები გაგვეკეთებინა და ამ ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, ცნობილ სახეებთან ერთად და პროფესიონალ სპორტსმენებთან თუ კულტურის დარგის მოღვაწეებთან და 200-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციის ახალგაზრდული მედია კავშირის ორგანიზებით გამართულ სხვადასხვა სპორტულ და კულტურულ ღონისძიებაში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ქალაქ თბილისის მერია იყო ჩვენი მხარდამჭერი გენერალური მხარდამჭერი, რომელმაც მოგცა ჩვენ იმის საშუალება, რომ კარგად ზუსტად მორგებულად და ყველაფერი და მასშტაბურად გაგვეკეთებინა ის ღონისძიებები, რომლებიც გავმართეთ მე ჩამოვთვლი წლის განმავლობაში. ჩვენ გავაკეთეთ 5 ღონისძიება პარაპლანით ფრენაეტლებით ესტაფეტა სპორტული ცეკვებში უпростоრად ესტაფეტა და სპორტული ცეკვების ფესტივალი ასევე გავაკეთეთ ჯომართობის ტურნირი ეს იყო ინტეგრირებული ყველა შეზღუდვის მქონე ადამიანი ყავდა როგორც უსინათლო ასევე მცირე მხედველის მენის არ მქონეს მენა დაქვეითებული ეთნოსარგებლე ამპუტანტი ცნობილი სახეებიც იყო მათ შორის ახალგაზრდები წავიყვანეთ ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმიტომ რომ ახალგაზრდები მათი ურთიერთობა სტუდენტებთან ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის და რა თქმა უნდა ძალიან საინტერესო ღონისძიება იყო აფროსნობის ტურნირიც ნინო და აი ამ ტურნირების ფოტო ამსახველი კოლაჟი გავაკეთეთ ჩვენ გუშინ მქონდა გამოფენილი თუ რამდენად აქტიურები იყვნენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ძალიან კარგად ჩანდა ფოტოებში ასევე იყო უსინათლო და ეთნოსარგებლე მხატვრების გამოფენა ნუ ეხლა ეს ისეთი თემა არის რომ უსინათლო და ეთნოსარგებლე ნუ ხელოვნებაში ცოტა უხერხულად ჟღერს იმიტომ რომ ხელოვნებას არა გააჩნია არანაირი შეზღუდვა უბრალოდ ეს იმიტომ რომ აღნიშნე რომ 3 დეკემბერი იყო და ნუ ისინი ფლობენ რაღაც გარკვეულ შეზღუდვებს აქედან გამომდინარე მათი ნახატების არაჩვეულებრივი ნახატების გამოფენა მოეწყო ასევე ჩვენ ვანახეთ ჩვენს მიერ მომზადებული სოციალური ვიდეო რგოლები, რომელიც მთელი წლის განმავლობაში ტრიალებდა სხვადასხვა არხით, როგორც საზოგადოებრივი, ასევე კომერციული არხებით, მათ შორის იმედის არხითაც. და მე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ყველა იმ მხარდამჭერს, რომელმაც ჩვენ მთელი წლის განმავლობაში მხარი დაგვიჭირა. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო, რა თქმა უნდა, ქალაქ თბილისის მერიას და სპორტის, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურს, რომელიც ძალიან აქტიურად იყო ჩართული ამ პროცესში, ყველაფერი კარგად ყოფილიყო გაკეთებული მაღალ დონეზე, ყველანაირი გათვლა ყოფილიყო წინასწარ დაზუსტებული რა როგორ იქნებოდა და ნუ სამწუხაროდ ჩვენ მხოლოდ თბილისით შემოვიფარგლებით, იმიტომ რომ რეგიონებში ნუ ჯერჯერობით არ გვაქვს მაგის საშუალება, თუმცა ვაპირებთ რომ რა თქმა უნდა ძალიან დიდი სურვილი მაქვს რომ რეგიონები ჩავთო, თუმცა რეგიონიდან იქედან წარმოშობით ადამიანები იღებენ ამ ქალაქში ჩვენთან მონაწილეობას. გუშინ ბრძანდებოდა ჩვენთან პირველი ლედი ქალბატონი მაკაჩიჩუა და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო მას ამისთვის, იმიტომ რომ ძალიან გაალამაზა მისმა იქ ყოფნამ
უფრო გაამხნევა ეს ადამიანები და ტელევიზიითაც ძალიან კარგად გაშვიქთა და დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი ადამიანის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის იმედები უფრო მეტად გახდა რაღაცა მძაფრი და ხატია, ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ ესე აქტიურად წლების მანძილზე მოღვაწეობთ ამ მიმართულებით და ასეთ კარგ საქმეს აკეთებთ. ქალბატონი თამარ, მსმენელს აინტერესებდა კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საკონტაქტო და თუ შეიძლება ვუთხრათ? კი ბატონო, მე ერთი ინფორმაციაც მინდა მივაწოდო მსმენელს. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სამართლებრივი ადვოკატირება შექმნილია ორი სამართლებრივი ჯგუფი, ერთი ცენტრში თბილისში და ერთი დასავლეთ საქართველოში, კერძოდ ქუთაისში, მაგრამ ემსახურება აბსოლუტურად მოიცავს მთელ დასავლეთ საქართველოს, იქ სადაც ირღვევა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები, შეუძლიათ მართონ ეს ჯგუფები დაკომპლექტებულია ადვოკატებით და იურისტებით და გაუწევენ ბოლომდე მიყვებიან თუ საჭირო იქნება სასამართლოში სარჩელი შეტანა, ბოლომდე მიყვებიან სასამართლო დაიცავენ ამ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის უფლებებს. მე შეგახსენებ ტელეფონის ნომერს კოალიციის, ეს არის 2 35 6609. ჩემი პირადი ნომერი არის, პირადი არის სწორად კორპორატიული 599-87-47-40. თქვენ შეგიძლიათ პირადად მე დამიკავშირდეთ, მიმართავ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და მე ნებისმიერ დროს შემიძლია გაუწიო დახმარება ნებისმიერ თქვენ. სამწუხაროდ ჩვენი დრო ამოიწურა. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონებო ასეთ საინტერესო გადაცემის ამ ყველაფრისთვის, რასაც თქვენ აკეთებთ. მე გისურვებთ წარმატებებს, მსმენელს კი ერთი კვირით მშვიდობები. მადლობა დროებით. ვუყურებთ, მაგრამ ვერ ვხედავთ. ვამჩნევთ, მაგრამ ვერ იდებით. ვპირდებით, მაგრამ გვავიწყდება. დროა შევიცვალოთ მენტალობა. დროა გავიგოთ მათზე მეტი და ვუთხრათ, ჩვენ აქ ვართ. ფართომასშტაბიანი სოციალური რადიო პროექტი იმედზე. ნინო მეუნარგიასთან ერთად. ჩვენ აქ ვართ.